რაც ეხლა ხდება დასავლურ სამყაროში, ხდება აი მთელი დაავადების წლების განმავლობაში დაავადებით გამოწვეული ჩირქის ამონთხევა. და თუ ეს ამერიკაში დაიწყო და დანარჩენ დასავლურ სამყაროში არ გავრცელდა, ჩემი აზრით, აი იმ დასავლურ სამყაროს, სადაც ეს არ გავრცელდება, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება რა. ჯანსაღი ფუნდამენტი, რომელზეც ეს საზოგადოებები იყო, ჩემი აზრით, აშენებული, როგორც იყო, არ ვიცი, კერძო საკუთრება, სასამართლო, ეკლესიის ინსტიტუტი, ადამიანების მიერ რაღაცა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი, შვილების გაზრდის პასუხისმგებლობა რაღაცა მორალური ღირებულებების შესაბამისად, რომელიც აი ჩვენ საზოგადოებას, დასავლურ საზოგადოებას ახასიათებს, რეალურად ამასთან დაბრუნების პროცესი იწყებდა. თუ როდისმე შეიძლებოდა იმედი გქონოდა იმის შესახებ, რომ მართლა გვეშველებოდა, იმიტომ კი არ გვეშველებოდა, რომ ვიღაცა არ ვიცი, დახმარებას მოგცემდა, აი ნაცები რო ეძახდნენ 14 მილიარდს მოგცემდა ევროკავშირი და გვაჭმევდა. ხო, ანუ მაგაზე ხო არ არის, ანუ სინამდვილეში არის, რომ ვიცოდეთ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. აი ჩვენ ხო სინამდვილეში ეს განცდა არასოდეს არ გქონია, რომ ჩვენ მართლა ჩვენ საზოგადოებას ვუვლით. კი, სულ ეძებდით, რომ ის გვინდოდა რა ქვია, ვიღაც კარგი მომულელი, კარგი ბელადი აგვერჩია. აი ნეტა ფული არავინ არ მოგცეს, საერთოდ არავინ არ მოგცეს. ნეტა მივხვდეთ, რომ ერთადერთი ჩვენი საშველი არის, რომ ჩვენ დავიწყოთ რაღაც თვალსაზრისით ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ ვინ ვართ. მერე რა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოსდან ჩვენი მთავრობის წევრები არ ყოფილა. აი once-ის გამოსვლა იმის შესახებ რომ უთხრა რომ ხალხო დაანებეთ რაღაცა მტრების გარეთ ძებნას, მოდი ჩვენი პრობლემა ჩვენ შიგნით მოვძებნოთ და რო აფეთქდა სამყარო. და საქართველოშიც ხო ჩვენ სოციალურ მედიაში, Facebook-ში რო შევხვდათ, რამდენი მსგავსი პოსტი ან მოსაზრება შეგხვდებათ, აი ესეთი ზედაპირული აზროვნების, აი ანალოგური აზროვნების, რომ ამან ეს სიტყვა თქვა, ამანაც ეს სიტყვა თქვა, რახან ესე იგი ორივე ადამიანმა ერთი და იგივე რაღაცა სიტყვა თქვა, ესე იგი რაღაცა ამას ნიშნავს. იცი რა მაკლია სხვათა შორის აი ამ დასავლეთისგან სწორი ტერმინების დარქმევა. არა ვართ შეთანხმებული ჩვენი მტრის სახელწოდებაზე. რა ქვია იმ მტერს, ვისაც ვებრძვით? აი ის ვოუქებს ვეძახით, ზოგი ლიბერალებს ეძახიან, ზოგი რას ეძახიან, ზოგი რაღაცებს ეძახიან, მაგრამ რეალურად ხო ესენი ჩვეულებრივი მარქსისტები არიან. ანუ სხვადასხვა ჯურის და სხვადასხვა ფერის კულტურულ მარქსისტებს ეძახიან, იმიტომ რომ თავის დროზე თუ პროლეტარიატი იყო ამათი ასე ვთქვათ ინტერესის და ლოლიავის საგანი, გაუსხათ პროლეტარიატმა, აღარ არის პროლეტარიატი. ფაფ. და ეხლა გვჭირდება ისინი რა ქვია ლესბოსელები, გეები, შავები, მსუქნები, ასეთები, ისეთები, აი ეგეთი ხალხი გვჭირდება, რომ აი იმათი ინტერესები იყოს დაცული, გესმით? და ამის ხარჯზე ჩვენ გქონდეს საშუალება, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე გავატყავოთ. ეგ არის კომუნისტობა, ეგ არის მარქსისტობა და კომუნისტები არიან, ანუ რაღაცნაირად სწორი და ერთი და იგივე სახელი უნდა მოუფიქროთ ტრებს. ხო, ტრები არიან ეგენი. აი კომუნისტებს სჭირდებათ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. მზის შუქი სიტუაციას როცა ხადს გახდის, ადამიანებს ყოფნით საღი აზრი, რომ კარგი და ცუდი ერთმანეთისგან გაარჩიონ. და მხოლოდ მაშინ იზრდება ეს ბოროტება და რაღაცნაირად ძალასიკრებს და რაღაცა, როდესაც არის სიბნელეში ანუ ზუსტად იგივე მუშაობს, შენ უნდა მოგიგონონ რაღაცა ნარატივი, რომელიც უბრალოდ ფიზიკურად არანაირი პრობლემა შენთვის იდეაში არ უნდა იყოს, მაგრამ დაგაჯერონ, რომ ეს არის მთავარი პრიორიტეტი, მთავარი პრობლემა და რაღაცა შენი რეალური ყოველდღიური ცხოვრება, შენი რაღაცა წვალება, იმაში, რა ქვია, უწყლოდ ყოფნა, ხან საცობებში დგომა, ცუდი ჯანდაცვა, უვარგისი განათლება, ეს რაღაცა მეორე ხარისხოვანი პრობლემები და კაცო, მას არაფერი კავშირი არ აქვს, ყველაფერი კარგად არის რა. ამაზე არ ზღირს ლაპარაკი. ეს ტალღა ჩვენამდე აუცილებლად მოაღწევს. ღმერთი არ მივატოვებს და რაღაცნაირად ირანის ან რუსეთის ორბიტაზე ვერ დავრჩებით.